მადლიერება არის ის მდგომარეობა, რომელიც ბედნიერს გხდის შენ. ანუ ბედნიერებამდე რომ მივიდეთ, გვჭირდება მადლიერების განცდა. ეს არის ერთ-ერთი გზა, ერთ-ერთი ძალიან ძლიერი გზა ბედნიერებამდე მისასვლელად და ბედნიერება არის ის, რაც ყველა ადამიანს უნდა. რაც არის მთავარი ამ ცხოვრებაში. მაგრამ აბა კარგად დაფიქრდით, როდის იყავით ბედნიერებით სავსე. მე არ გეუბნებით, რომ გონებით დავფიქრდი, ხო, ბედნიერი ვარ ზოგადად, რავი, კარგად ვარ, ჯანმრთელი, ყველაფერი კარგად არის. ნახეთ, განცდა, ბედნიერებით განცდა, მთლიანად უჯრედულ დონეზე, მთელი შენი სხეულით, რომ ბედნიერებაში ხარ გახვეულ და გიხარია ყველაფერი და შენში არ არის უკმაყოფილება, არ არის ინდიფერენტულობა, ანუ დაცლილი არ ხარ ემოციებით, სავსე ხარ ემოციებით, ენერგიით და ამ ბედნიერებაში ცხოვრობ, განგრძობითი მდგომარეობა და მოცემულობა არის ბედნიერების. როდის იყავით? ალბათ, სავარაუდოდ, ხო, რაღაც პატარა მონაკვეთები შეიძლება ვიყოთ ხოლმე ამ ბედნიერების ამ განცდაში, მაგრამ არა განგრძობით პერიოდში და რატომ ხდება ეს? რატო გვემართება? რატო არის ესეთი სანატრელი ბედნიერება, როცა ყველაფერს მივაღწევთ, ამდენს შრომობთ, ამდენს გავაკეთებთ, ხო? მაგრამ მაინც ძალიან მალე ხელიდან გვისხლტება ბედნიერება, ხელიდან გვისხლტება ის განცდა, რისთვისაც ამდენს წვალობს ადამიანი, ხო, რომ მივიდეს ბედნიერებამდე. იმიტომ რომ გვეკარგება მადლიერების განახე, რისგან შედგება ბედნიერება. ყურეთ, როდის ვგრძნობთ ხოლმე, ყველაზე ისეთი მაგალითი, გამოკვეთილი მაგალითი რა არის, ხო? როცა ადამიანი რაღაცას წვალობს, განგრძობით პერიოდში, არ ვიცი, 1 წელი იწვალა რაღაცისთვის, იმიტომ რაღაცისთვის მიეღწია, იწვალა და ან რაღაცა რთულ პირობებშია, დაიღალა, ძალიან უკმაყოფილ, აღარ შეუძლია ნერვები და უცებ აქედან გადავა და რაღაც ძალიან კარგ პირობებში მოხვდება, ყველაფერი, რაღაცები გაუმჯობესდება მის ცხოვრებაში, კარგად არის, ხო? ის აქ რაც უნდოდა და მიიღო ეს ყველაფერი და უცებ ეუფლება რა? დაფასება ამ მოცემულობას, სად იყო? შედარება ხდება, სად იყო და სად ეხლა არის და ეს არის, რომ აფასებს ყველაფერს, ყველა ნივთს, ყველა ადამიანს უხარია, იღვიძებს ბედნიერი, ხო? ნახეთ, ბედნიერი მდგომარეობა ეუფლება. და რისგან შედგება ეს ბედნიერი მდგომარეობა? რა არის ეს ბედნიერება? ვიცახით, ხო, სიტყვა რაღაცას დავარქვით, მაგრამ რისგან შედგება, ხო? ნახეთ, დავფიქრდით, დავშალოთ. დაფასებისგან, აფასებ იმ მოცემულობას. ხო, უნარი გაქვს რომ დააფასო, უნარი და მადლიერი, ამ დაფასების და ამ შენ მდგომარეობას, რაც იმ მომენტში შენ სხეულს ვიძახებ, თლიანობას, სხეულს, გულს, გონებას ეუფლება, არის მადლიერების განცდა. ამას ქვია მადლიერება, როცა აფასებ იმას, რაც გაქვს, ხო? ნახეთ, როგორ ჩვენ ვიტყვით ხოლმე რა, რომ დააფასე ის, რაც გაქვს, იყავი მადლიერი, რაღაცა ეს სიტყვები გაიცვითა, ხო? რომ ვეღარ გძნობს ადამიანი, უბრალოდ რას ნიშნავს ეს მოცემულობა, ხო? რა არის? ნახეთ, ერთია ენა, სიტყვა, მადლიერება, ხო? და გონებით რომ ვიტყვი, რომ დავაფასო და მეორეა, რომ ეგ სიტყვა იგრძნო. ეგ მდგომარეობა, ჩვენ ნახე სიტყვა როგორ შეიქმნა ენა, ხო? რომ რაღაცა მოვლენას დაერქვა რაღაც სახელი. ჩვენ ახლა სახელი რაც დაერქვა, იმ ენას ვაკვირდებით მადლიერება. ხო, კი, კარგი სიტყვა, მაგრამ თვითონ მოვლენა ხო უფრო მთავარია, მნიშვნელოვანია, პირველადია. ის ყოფნა, ის მდგომარეობა, მადლიერების ის მდგომარეობაში ყოფნა. ხო, რასაც მადლიერება დაერქვა, როგორც სიტყვა.
გესმით? და აი ეს მადლიერების მდგომარეობის განცდა, რომ რაღაცას გრძნობ, აი ძალიან რა კარგია რომ ეს მაქვს. ეგრე იტყოდა თქვათ ადამიანი. ხო, აი სად ვიყავით, ეხლა სად ვარ, რა კარგია ყველაფერი, ყველაფერს აფასებს. ეგ არის მადლიერების განცდა. და თან სიხარულით ხარს ხვდებით? ეს არის მადლიერების განცდა. ნამდვილი მადლიერების განცდა. ხო? რომელსაც ეხლა აქ რა არის, არ ვიცი, ბედის ირონია, ხო? რომელსაც აქვს თავისი ვადა. და ნელ-ნელა ეს ყველაფერი გადის ხოლმე სამწუხაროდ. ანუ ადამიანები ჩვევის არსებები ვართ და ვეჩვევით იმ ახალ კარგ მდგომარეობას, ვეჩვევით, ეს ხდება ჩვეულებრივი მოვლენა, აღარ იწვევს გრძნობებს, ეს ემოციებს, ეს თითქოს ისედაც შენი უნდა ყოფილიყო, ხო? და იკარგება დანარცხება ხდება, იკარგება მადლიერების განცდა, იკარგება დაფასება იმ ყველაფრის, რაც გაქვს. გრძნობის დონეზე უბრალოდ იკარგება ეს განცდა მდგომარეობა და ადამიანი ვერ აღწევს რა, ვერ აღწევ ამ ყველაფერს და გინდა რომ ისე ვიგრძნო იგივე მდგომარეობა, ეხლა ახალ რაღაც მიზნებს, აი როგორია ცხოვრება, ხო? ეხლა სხვა რა, უკმაყოფილებაში გადადის ადამიანი, ინდიფერენტ, აი ემოცია არ აქვს, არც დიდი სიხარული განსაკუთრებული, არც დიდი განსაკუთრებული მწუხარება. აი რაღაც ესეთი გრძნობა ნეიტრალური და ამას დამატებული აი რაღაცა კმაყოფილების გემო შერეული მდგომარეობა, აი რაღაცა ესეთი განცდა და ეს ყველაფერი ადამიანს ეტყობ თლიან ჰაბიტუსზე, თლიან სხეულში, აი ეს მდგომარეობა სუფევს და ადამიანი ფიქრობს, ეხლა კიდევ აი ეს მინდა ვიშოვო, ეს მინდა გავაკეთო, ეს მინდა მივიღო, ბედნიერი მერე ვიქნები. მე იმასაც მიიღებს, აქ განცდა, ისევ თავიდან უნდა ხო რაღაც მიზნები უნდა გქონდეთ, ანუ აი ეს აუცილებელია. აუცილებლად ეს უნდა იყოს, მუდმივად მიაღწიო, მე ახალი გინდა მიაღწიო, მაგრამ ნახეთ ამ ვიდეოს მთელი აზრი არის, რომ მადლიერების მდგომარეობის მნიშვნელობა რამდენად დიდია, ეს დაინახოთ. ეს არის ჩემი პირველი მიზანი ამ ვიდეოს როცა ვწერდი და მოვიფიქრე, რომ ეს უნდა გამეკეთებ აუცილებლად. და მეორე, ეს იყო, რომ ადამიანმა იმუშაოს, რომ ეს მადლიერების მდგომარეობა უფრო ხელმისაწვდომი იყოს მისთვის და ამისკენ მისასვლელი გზები იპოვოს. ეს ინდივიდუალური პირადი გზებია, რომელიც თუ იმუშავებ ამაზე, აი ჩადებ ამაში ენერგიას, ხო? მოძებნი ამ გზებს. და ნახეთ ეს მიჩვევის მდგომარეობა გაკარგვინებს, როგორც თქვი, ხო? გაკარგვინებს იმას, რაც ძალიან ძვირფასია, რომ აი გრძნობდი, რომ ძვირფასი იყო. ახლა ჩვეულებრივია, ხო? არ ვიცი, აი ეს თქვენი მეუღლე, ძოლი, ქმარი, თქვა თავიდან რომ ძალიან გიყვარდა და ღმერთს მადლობა, რომ ესეთი საოცარი მე შემხვდა თუ რაღაცა, ხო? თავიდან ბედნიერი ადამიანი მადლიერია, რომ აი გაუმართლა მას, ხო? ეს რა ბედნიერება. ნელა ეს ადამიანი აბსოლუტურად ჩვეულებრივი ხდება უკვე. ოკეია, ყველაფერი უნდა გქონდეს კიდევაც და ესეთი უნდა ყოფილიყო კიდევაც, აბა როგორ, ხო? ან შვილებზე ბედნიერია ხარ, რომ რა კარგია ბავშვები, მე ნელა უკვე ეს სიხარულიც რაღაც აი ჩვევაში გადადის. აი ყველა მოცემულობა გადადის აი ამ მიჩვევის მდგომარეობაში და ადამიანი კარგავს ამ მოცემულობას. ვადა გასდის ამ ყველაფერს, ხო? და ნახეთ რაზე მინდა რომ გაგამახვილებინოთ ასევე ყურადღება, ხო? ჩვენ გვაქვს გონება, ხო? ტვინი და გრძნობთ გული, ხო? გონება ამბობს, რომ ხო, მე უნდა დავაფასო რაღაცები, მაგრამ როგორც ეს არის სიტყვები.
და მეორე აგრძნობა მე უნდა დავაფასო, ან მე ვაფასებ ამ ყველაფერს, მაგრამ ვერაფერს ვერ გრძნობ ამ დაფასებას. მხოლოდ სიტყვებია. ნახეთ? აი, რამდენს გიგრძნიათ, რომ რაღაცეები, რასაც ლაპარაკობთ, რასაც ერთმანეთზე საუბრებით, მხოლოდ სიტყვებია და არ ერთვის ემოცია ამ ყველაფერს. მაგათად ადამიანი გეუბნება მიყვარხარ, იცი რომ უყვარხარ, ან შენეუბნები მიყვარხარ შვილს, რა ვიცი, ქმარს, დედას, მამას, მიყვარხარ ძალიან, მაგრამ ნახე ემოცია არ მოსდევს. ანუ არ გრძნობ იმ მომენტში. თქვენ არ გეგონთ რომ ემოცია არის, რომ აი გრძნობა არის, რომ აი გრძნობა არის მდგომარეობა. ანუ ეს არ არის მეხსიერება. ხო, რომ მახსოვს რომ მიყვარხარ. ეგ არის სიტყვები. მახსოვს რომ მე შენ მიყვარხარ ზოგადად, ვიცი. მაგრამ ნახე, ამ მომენტში მე ამ მდგომარეობას ვერ ვგრძნობ. ხვდებით? აი, როგორი განსხვავება და ნახეთ, ამ მდგომარეობასა და სიტყვებს, გონებას, აი მცოდნას შორის ზოგჯერ არის ხოლმე დაშორება და წყვეტა, ხო? რომელიც გვიჭირს რომ დავკავშირდეთ, აი დავუკავშირდეთ გულს, გრძნობას დავუკავშირდეთ და რასაც ვლაპარაკობთ, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ის ვიგრძნოთ უბრალოდ. იგრძნო რა ხდება შენს ცხოვრებაში. ხო? ადამიანი ხდება გათიშული, ემოციებისგან დაცლილი, უგრძნობი, უკმაყოფილო, აი რაღაცნაირად ეს არის დაცვის მდგომარეობა, აი ზოგჯერ არის თავდაცვის მდგომარეობა ადამიანის, ხო? რომ აი შორდება ამ გრძნობების მდგომარეობას, ხო? და ჩვენი მიზანი არის რომ დავუკავშირდეთ ყველა თერაპია, ხო, პირადი, რა წუხილითაც არ უნდა მოდიოდეს ადამიანი, რა პრობლემითაც არ უნდა მოდიოდეს ადამიანი, ბოლო წერტილი თერაპიის არის რომ ადამიანი დაუკავშირდეს გულს. ჯერ სხვა რაღაცეებს აგვარებს ადამიანი, შეიძლება აქედან ძალიან შორი იყოს, გულამდე შორი იყოს, ბევრი საქმე კონდეს ადამიანს, მაგრამ ბოლო წერტილი არის რომ უბრალოდ გული იგრძნო, ხო? ეხლა ეს თემა არ არის, მაგრამ ზოგ ადამიანს ძალიან ეშლება ემოციები გულთან, ხო? აი ეს ემოციები, ეს ინსტინქტური ნაწილი, ეს ქვემოთ არის, ხო? მუცელში, აი ინსტინქტური ნაწილი, სხეულის ემოციები, რაღაცა ეგოისტური ემოციები, ეგ სხვა არის, განსხვავდება გულისგან, ხო? გულის გრძნობებისგან. და ეს ამოდი ამაზე სხვა ვიდეოში ვისაუბროთ. ოკეი? და ბოლოსკენ მინდა გითხრათ, რომ აი როდესაც ძალიან სუხს ადამიანი, აი ცუდად არის გადაიღალა, არ ვიცი, წვალობს, ტანჯვაშია, რაღაცა ნუ ბევრი საქმე აქვს, თავზე აყრია ყველაფერი, ის ეს მიზანს აღწევს, ამ მიზანს რომ მიაღწიოს, კიდე ძალიან ბევრი შრომა უწევს და ნუ დაიღალა ადამიანი და რაღაცა ყველას აქვს ეს გადატვირთული მომენტები და დაწვევები და ფიქრობ რომ ღმერთო რატომ დავიღალე, ხო? ნახეთ, იმ მომენტში შეიძლება უკმაყოფილო იყო, ძალიან გაბრაზებული იყო, ძალიან ნახე რომ აღარ დამთავრდა და შეიძლება სხვა ადამიანს მივარდე და ეჩხუბო, ხო? გამოხატო რაღაცით ეს აი დესტრუქციულად, მაგრამ სიამოვნებაში უბრალოდ დასვენება გჭირდება, უბრალოდ კარგად ყოფნა გჭირდება. მაგ მომენტშიც დაგეხმარებათ მადლიერება. ჩემო კარგო, აი ესე რომ გაწვალებული რო ხარ, აი ესე გადაღლილი რო ხარ. ნახე, იმ მომენტში გაიხსენე. აი ხა ვინც მე მიყურებს, გაიხსენე, გაგახსენდეს ეს სიტყვები, ეხლა რასაც გეუბნები და გაიხსენე დაფასება და მადლიერება. ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. და ჩერდები და უნდა მოძებნო რაღაცეები, რაც უკვე მიეჩვიე და აღარ აფასებ. ესეთი რაღაცები და რაც კარგი გაქვს რეალურად. რისთვისაც რაც რომ მოგეცა, მადლიერი იყავი ერთ დროს და დაკარგე და ზიხარ შენთვის დამოუკიდებლად და ფიქრობ
მოიცადე, აი რისთვის ვარ ახლა მე მადლიერი და აღმოაჩენ მადლიერება, რომ აი უბრალოდ შემიძლია, რომ ეს მიზანი მქონდეს და ამისთვის მუშაობა შემიძლია, მაგალითად, ხო? ხო შემიძლია და ამ პროცესში ვარ. მადლობა, რა კარგია, კიდევ კაი ამ პროცესში ვარ, ხო? მაგალითად, ან აი ეს რაღაცა რომ მომეცა, ხო, როგორ მინდოდა რომ მქონოდა და ეხლა მაქვს. და აი მადლობა რომ აი ესე ნახეთ აი სიტყვებით მაინც აი სხვანაირად უბრალოდ ვერ გამოხატა სიტყვებით მადლობა, მაგრამ აი ნუ შეეცადე რომ სიტყვა კი არ თქვა მადლობა რომ ამისთვის ეს მაქვს. არ არის მნიშვნელოვანი აქ სიტყვა. ნახეთ როგორც გითხარით სიტყვა და მდგომარეობა განცდა. იგრძენი, აი შეეცადე იგრძნო, აი გული გამოაღვიძო და იგრძნო რომ რა კარგია. იგრძენი. და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი აი ასეთ მწუხარე რაღაცა გადაღლილ მომენტში როცა ადამიანს რაღაც რთული პერიოდი აქვს ზოგიერთი ადამიანი ცდილობს რომ ანუ ეს მდგომარეობა მოდი ცუდია იცის რომ ცუდია ეს ნეგატივი უკმაყოფილება და მოდი ამ ნეგატივს უკმაყოფილებას შევცვლი პოზიტივით და ამბობს რომ ისე ყველაფერი კარგად და ზემოდან ამატებენ რაღაცა ცრუ პოზიტივს ხო აი ხელოვნურ პოზიტივს. მე ეს უკმაყოფილება იმარხება ძირს ზემოდან არის თითქოს პოზიტივი იცის ადამიანი ხელოვნურად არ ეცინება, მაგრამ იცინის და გონია რომ აი პოზიტიურად მუშაობ და კარგია. ნახე პოზიტიური რაღაცა ფსიქოლოგია მასწავლის რომ პოზიტიური უნდა ვიყო და ყველაფერი კარგად არის. არა ამის რეკომენდაციას მე პირადად არ ვიძლევი, ხო? იმიტომ რომ ეს არ ამართლებს. ეს არის ნევროზი, იცოდეთ, ხო? თუ ბუნებრივად პოზიტივში გადახვედი, ოკეი, მაგრამ ეჭვმეპარება არ გინდათ ეს. ცუდად ხარ, მწუხარეთ ხარ, იგრძენი ყველაფერი. იყავი ეგრე, მაგრამ ნახე ცრუ პოზიტივის, მაგივრად მოძებნე მადლიერების 7 წყნარი განცდა. რომ ჯანდაბას ხო აი ამის ეს რა კარგია რომ აქვს აი ესე შენებურად არ თქვა ის სიტყვა რომელსაც ვერ გრძნობ ხო თქვი ის სიტყვა რომელსაც გრძნობ დიდი მადლობა რომ მისმენდით და შეხვედრა